რამდენიმე წლის უკან მქონდა დიაგნოზი ხერხემლის თიაქარი. ბავშვის პერიოდი გამოყოლებული, გაუტკივარებულმა ხერხემლზე გაკეთებული და დამისვეს ხერხემლის თიაქარი დიაგნოზი. ისეთი ტკივილები მქონდა ხოლმე, რომ გამაყუჩებელს ვსვამდი ერთ კი არა ორს კიდეც, აი რომ მაკანკალებდა, აი ზუსტად ეგეთი ტკივილები მქონდა. მკურნალობას გავდიოდი, მაგრამ შედეგი არ მქონდა, იმიტომ რომ გითხრა რომ ექიმთან ისე ვიყავი და ხელმეორედ გადავიღი, არა, იმიტომ ტკივილები მქონდა და ხედავდი რომ არ მქონდა არანაირი შედეგი მკურნალობით, რასაც გავდიოდი. შემდეგ მივიღე პროდუქტები, მაქვს ერთი შეკვრა ლივი მიღებული და ორი ჯანსა. ვიგრძენი ძალიან დიდი განსხვავება, ტკივილები არ მქონდა. ცადე რომ 3 თვის მერე რომ გადამეღო ისევ და მაინტერესებდა რა მოხდა ისე რომ ეს ტკივილები არ მქონდა. და აღმოჩნდა რომ ხერხემლის თიაქარი აღარ მქონდა. სხვადასხვა იგივე ექიმთან გადავიღე და გავახსენდი მთელი ბოდიშამ ორსულის პერიოდში მისი პაციენტი ვიყავი და ამიტომაც ვახსოვდი. და ამდენი წელს მე რომ მივედი ისევ და რომ მიცნო კიდევაც და მითხრა რომ რა გააკეთე ისეთი რომ ეს პრობლემა მოგიგვარდა. როცა ბავშვი პატარა მყავდა და მისი აყვანის უფლებაც არ მქონდა. და ისე გამიქრა ეს ხერხემლის თიაქარი, თვითონაც ფიქრობდა რომ შემთხვევით სხვა დიაგნოზი ხო არ დაგიცვი მაშინ. არდა ძალიან განთქმული ექიმი არის და აი ესე შედეგი დამიდო საკუთარ თავთან მიმართებაში.